ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა აბესალომ და ეთერი დაიდგა. გლეხი გოგონასა და უფლისწულის სიყვარულის ტრაგიკულმა ისტორიამ წლების შემდეგ კვლავ დაიპყრო მაყურებლის გულები. სპექტაკლი თითქმის 3 საათის განმავლობაში 4 მოქმედებად მიმდინარეობდა. სპექტაკლში მსახიობებთან ერთად ჩართული იყო თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი, პანტომიმის თეატრის მსახიობები. განახლებული კოსტუმები სპექტაკლის რეჟისორ გადაწყვეტა და დეკორაციული გაფორმება კი ზღაპრულ გარემოს ქმნიდა. სპექტაკლმა ოვაციების ფონზე ჩაიარა. სიყვარულისა და სიკვდილის ამაღლებული მუსიკალური პოემის პრემიერა მაყურებელმა დადებითად შეაფასა. კიდევ ერთხელ ულოცავ თეატრს ამ დიდ და კაც ამატებას. ისურვებთ უფრო და უფრო წინ წავიდეს თეატრი. მიხარია თეატრის გამარჯვება. ეს არის ჩვენი ნაციონალური ოპერა, რომლის მსგავსი მე მგონია მსოფლიოში არ არსებობს. და ძალიან სასიხარულოა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღდგა ეს სპექტაკლი და მინდა სადადგმო კოლექტივს მიულოცო ეს დიდი გამარჯვება. აღფრთოვანებას ვერ ფარავდა შემოქმედებითი გუნდი. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ეს მათთვის პირველი დიდი პრემიერა იყო. ვერ გეტყვით რამდენად კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ იმდენად 200%-ზე თუ 300%-ზე მაქვს გაწეული ნერვიულობა. ანუ ასეთი ადეკვატური შეიძლება არ ვიყო, მაგრამ მე მგონი წარმატებით ჩაიარა დღევანდელმა პრემიერა. ძალიან მიხარია, ძალიან ლამაზი დღესასწაული იყო დღეს ქუთაისში. მე ვფიქრობ, რომ სპექტაკლი შედგა და ძალიან წარმატებულად. ყველამ გაართვა თავი, ამისათვის ძალიან დიდი შრომა დავხარჯე, ძალიან ბევრი ძალები დაიხარჯა და ყველას უდიდეს მადლობას მოვახსენე. თუ მაყურებლის ოვაციით ვიმშელებთ, იყო ძალიან კარგი. რაც ყველა კმაყოფილია ჩემის აზრით და ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ სოლისტებმა რაც შეგვეძლო. ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს. ემოციების ქვეშ ავარ და ცოტა მიჭირს ახლა რაციონალური ლაპარაკი, მაგრამ ალბათ მაყურებლის რეაქციიდან მივხვდით, რომ შესანიშნავი სპექტაკლი შედგა და კიდევ ერთი დღესასწაული აჩუქა ქუთაისის ოპერის თეატრმა, ოპერის მელომანებს. ვლოცავ ქალაქს, რომ შეესგა დღეს ჩვენს თეატრში ეს პრემიერა, ეს ნანატრი პრემიერა და ვისურვებდი, რომ მომავალში უკეთესი და უკეთესი სპექტაკლები გვეჩვენება. პრემიერას ესწრებოდა ქუთაისის მერი შოთა მურხულია. მერმა თეატრს წარმატება მიულოცა და მხარდაჭერას დაპირდა. ეს ძალიან კარგი დღე არის ჩვენ ქალაქში, ოპერის თეატრის პრემიერა არის. არ ვარ ჩვენ განებივრებული პრემიერებით და უკვე დაიწყო და საკმაოდ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ესე გაგრძელდება. აბესალომ და ეთერი არის დადგმული, რაც ერთ-ერთი რთული თემა იყო, თუმცა ძალიან კარგად გაართვენ ჩვენებმა თავი და მე მინდა მათაც მიულოცო და მთელ ქალაქს მიულოცო. პრემიერაზე დაანონსა თეატრის საომავლო შემოქმედებითი გეგმების. დირიჟორის გოგი ჭიჭინაძის განცხადებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოწვევით მალე ის ახალ საპრემიერო დადგმაზე დაიწყებს მუშაობას. მასკანის სოფლის პატიოსნებაზე, სოფლის ღირსებაზე არის ლაპარაკი, ამ ოპერაზე, არაჩვეულებრივი ოპერა და ამაზე დავიწყებ მუშაობას მალე ქუთაისის თეატრში. ეს იქნება აღდგენა, იმიტომ რომ ეს დადგმული სპექტაკლი უბრალოდ კარგი ხანია არ ყოფილა და არ წასულა, ასე რომ ეს ყველაფერი არის მზა, დეკორაციები ეს არის, ეს სპექტაკლი იყო რეპერტუარში, უბრალოდ დიდხნიანი პაუზა იყო და ახლა კაპიტანმა ირინამ თხოვა, რომ აღვადგინო ეს სპექტაკლი, ასე რომ მე მგონი რაღაც კარგი ლამაზი საღამო გამოგვივა. პირველი წარმატების შემდეგ მეორე საპრემიერო ჩვენებას ოპერისა და ბალეტის თეატრი უკვე 22 დეკემბერს უკვე განსხვავებული სოლისტებით გამართავს.